ანდრო ბარნოვი დღეს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა. მან სოფელში რამდენიმე დღის წინ ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებული სოფლების მოსახლეობას ხვდებიან და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაციას ეწევიან. მათი ყვამოსული ჩემი ღმერთმენით FSB-დან პირდაპირ მართული ორგანიზაცია, მათი ქართული ფილიალი, ასე ვიტყოდი, ეს ევრაზიის ინსტიტუტი და მათ მოაწყეს შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც უმტკიცებდნენ, რომ რუსეთის გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება. ისინი აღვივებენ საზოგადოებაში მას, რომ რუსეთის გარეშე ჩვენ ვართ როგორც ერი დაღუპული და წალეკილი, ხო? ეს არის ძალიან სახიფათო, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მთავრობა ვერ ბედავს, რომ ასეთ პოზიციებს რამე მკაფიო მესიჯით უპასუხოს, მე ვფიქრობ, არ შევწდები თუ ვიტყვი, რომ მთავრობის მესიჯები დიდად არ განსხვავდება ამ მესიჯებისაგან და მე მინდა მოუწოდო როგორც მთავრობას, ასევე ჩვენს მოსახლეობას, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი გამოსავალი, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების გასაღები არის ჩვენსავე